ეს ყადორის ქუჩაა თელავში. ის ეგრეთ წოდებულ ყადორის გორაზე, თელავის ერთ-ერთ დიდ და მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე მდებარეობს. ყადორის გორა მოქცეულია მაწანწრის ხევსა და თელავის დიდ ხევს, იგივე თელავის რიყეს შორის. სახელწოდება ყადორი კახეთში რამდენიმე ადგილასაა დაფიქსირებული. ქუჩა ბეგლარახოსპირელის ქუჩას ებმის. ქუჩის დასაწყისთან ამ კიბეებს მივყავართ. ყადორის ქუჩის პირველი ნომრის გადასწრით უმშვენიერესი ყადორის ბაღი მდებარეობს. საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია არქივში ამ გორის შესახებ, რომელსაც გიორგი ჯაშიაშვილი წერს. ჯაშიაშვილი 1952-61 წლებში თელავის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ყოფილა. აი მისი ჩანაწერი. თელავში ყადორის პლატო წლების განმავლობაში უპატრონოდ იყო მიტოვებული. ტერიტორიაზე იდგა ძველთა ძველი პატარა ეკლესია, იყო სამარხიც. ეკლესია, რომელიც დაინგრა და ქალაქმა ამ ტერიტორიაზე საფლავის ქვებთან ერთად დანგრეული ეკლესიის ქვა და მასალა ქალაქის კეთილმოწყობაზე გაიხმარა. ყადორის პლატოს ტერიტორია, რადგან უპატრონოდ იყო მიტოვებული, ახლო მცხოვრებლებმა ნაწილი მიიტაცეს და თავიანთ ნაკვეთებს შეუერთეს, ხოლო დარჩენილ ტერიტორიას პირუტყვის საძოვრად იყენებდნენ. 1955 წელს თელავის საქალაქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყადორის პლატოზე კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების შესახებ. მთელი ტერიტორიის კეთილმოწყობაზე შედგენილ იქნა გენგეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მისასვლელი და შიდაგზების გაკეთებას, ტერიტორიის გაფართოვებას, ბაღის გაშენებას, სტალინის ძეგლის დადგმას და საბაგირო გზას ყადორსა და რუსიშვილების გორებს შუა. დაწყებული იქნა მისასვლელი და შიდაგზების სამუშაოები, რომელიც დამთავრდა იმავე წლის ზაფხულში. გასუფთავებული იქნა ტერიტორია ბარდებისა და ნაგვისაგან, დაბრუნდა ნაწილი მიტაცებული ნაკვეთებისა და გაშენდა ბაღი გეგმის მიხედვით. ყადორის ბაღში 1955 წელს მართლაც დადგეს სტალინის 16 მეტრიანი ქანდაკება, რომელიც მოქანდაკე მირიან უთმელიძემ უსასყიდლოდ დააგო. ძეგლის დადგმის სამუშაოებში თელაველებმა ასევე უსასყიდლოდ იმუშავეს. ძეგლი იმავე წელს სტალინის დაბადების დღეზე გახსნილა. ის გადაყურებდა ალაზნის ველს, სახით კი მიმართული იყო მაშინდელი ლენინის ქუჩისკენ, რომელიც ამჟამად ერეკლე მეორეს ქუჩაა. ეს ძეგლი მალევე 1961 წელს აუღიათ. რაც შეეხება საბაგიროს ყადორის გორასა და ღვთაების გორას შორის, ტექნიკური პრობლემების გამო ის არც არასოდეს დაწყებულა. ყადორის ქუჩა სრულიად მოკიწრულია ქვაფენილით, რომელსაც გორიჯვართან მივყავართ. თუმცა გორიჯვარი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩას ეკუთვნის და ამიტომ მასზე ცალკე ვიდეოში გიამბობთ. ყადორის ქუჩიდან და ბაღიდან ულამაზესი ხედები იშლება თელავის ყველა მხარეს. ამ ქუჩაზე არსებული სახლებიდან სულ სხვა რაკურსით მოჩანს თელავის ცენტრალური ერეკლე მეორეს ქუჩა და მოედანიც. თელავი უამრავ ისტორიას ინახავს. უყურეთ ჩვენს ვიდეოებს, მოიწონეთ ჩვენი გვერდი და იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად ჯადოსნურ ქალაქში.